ჩემგან ხელმარჯვნივ რასაც ახლა თქვენ ხედავთ, ეს არ არის ამერიკა, ეს არ არის დუბაი, ეს არ არის ევროპის რომელიმე მეგაპოლისი. მეგობრებო, ეს არც მეტი, არც ნაკლები არის. ხო ხედავთ, ეს რა გავსაოცარი ქალაქებია, ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და აი მაღალ ტექნოლოგიების ოაზისი. ეს არის შენჟენ, შანხაი, ღვანზო and ჰანჟუ. არ ვიცი სწორად წარმოთქვი თუ არა, მეგობრებო. დღეს ჩვენ უნდა შევაფასოთ ვიდეოებით, როგორ გამოიყურება ჩინეთის რენდომ ქალაქები, სოფლები, მაღალგანვითარებული ცენტრები, ტექნოლოგიები, ინდუსტრიები, იქ რა ქვია, სოფლის მეურნეობა და მრავალი სხვა. ჩინეთი არის მეგობრებო ოაზისი. ამ ვიდეოს ნახვის შემდგომ ყველანი ვხდებით ჩინეთუმეები. მოკლედ, სანამ ახლა ჩვენ ამ ვიდეოზე გადავალთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, ასევე გააკეთეთ დონაცია იმისათვის, რომ ამ ზაფხულს ჩვენ წავიდეთ და მოვინახულოთ ღვანზო. შენ თუ გინდა რომ ვლოგი ჩაიწეროს ღვანზოდან, შეგიძლია გააკეთოთ დონაცია და წავიდეთ ჩინეთში. ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გადავიდეთ ამ საოცარ ვიდეოზე. ახეთ ბიჭო, რა ქალაქებია, ხო არ ვეღადა. ანუ, პირველად ამის შესახებ ვიდეოები რა ვნახეთ მე და ჩემმა ძმამ, ეს იყო ზაფხული. და რენდომ აი ღვანზო რო არის ქალაქი, ეს არ ვიცი ხა ღვანზოა თუ არა, მეგონი ღვანზოა. ანუ ჯერ სახელსაც ვერ ვამბობდით რა. ღვანზო რაღაც წერია და ამ დროს ღვანზოდი კითხება რა და შევედი და ვნახე რაღაც მეგაპოლისები, რაღაცა ცათამჯენები, ინდუსტრიული ცენტრები, ჰაბები, მეთქი სად არის, რა ხსად ბძინავს თურმე და ამიტომ ჩინეთი არის კომუნიზმი. მოდ ერთად უყუროთ რა, როგორია რეალურად ჩინეთი. ესა ჩინეთის ერთ-ერთი პროვინცია ხალხო. აი რითი ჯობია ნიუ-იორკი, აი შეხედეთ ძმაო, 1-2 ხო არაცა, აი რითი ჯობია ნიუ-იორკი ან დუბაი ღვანზოს. აი მითხა ერთი მიზეზი დამისახელეთ, რითი რა ხა კომუნიზმია? ნეტა ესეთი კომუნიზმი აქ იყოს როგორც აქა. ნახეთ რა, იმენე საიბერ პანკში მგონია ძმაო თავი. აი საიბერ პანკი ხო იცი თამაში. ასევე ფილმი ხო აი არ გონიათ თავი? ნახეთ რა ამაზია. რა სამბობთ ხალხო? რა სიძახით საერთოდ? ჩინეთი ძალიან წინაა ტექნოლოგიებით და მე იმიტომ მევასება ზოგადად ჩინეთუმეობამ, რომ ძალიან ჩუმია ჩინეთი. ბევრს არ ბაქიბუქობს ამერიკელები და რუსები. ძალიან ჩუმად ქმნის ყველაფერს. და მოულოდნელად აქვს ეს ეფექტი, აგერ DeepSeek-მა საერთოდ Silicon Valley ამერიკაში ჩაძირო. ერთ დღეში Nvidia-ს მიეყენა ამხელა დარტყმა. ეს გააკეთა ჩინეთმა. რომლის AI დეველოპერი ხელოსანი ყავთ, დაახლოებით ამდენს უხდიან, ძალიან ცოტა $5,000 უხდიან თვეში მე მგონი, არც კი. ხო. ესა კომუნიზმი ხალხო. ძალიან ლამაზია, ნახეთ, ეს სხვადასხვა ქალაქები ხა ზოგი ბეიჯინგია, ზოგი ხვანშუა, ზოგი ხვანჟუა, ზოგი შინჟუა, ზოგი შანჟუა, ანუ შანჟუებია, მაგრამ მაგარია ძალიან შანჟუები. ეხა ჩვენ რო გადავალთ, ეხა ნახავთ აი აგროკულტურა როგორ აქვს ამათ განვითარებულები და კორპუსებში ხალხო რომ მატარებლები გადიან პირდაპირ კორპუსებში რა. მაგასაც ვნახავთ. და სოფლის მეურნეობა ამათ აქვს რაღაც უმაღლეს დონეზე, აი ლაქშორი ჰოტელები, აი ხა გადავალთ მაგაზე განახებთ, პროსტა გაგიჟდებით უბრალოდ რა. ახე, აი ეს მომეწონა ყველაზე მაგრა. ეხა უყურეთ, ნახეთ. მატარებლები როგორ და ესეთ რამე გინახიათ საერთოდ? აი ესეთ რამე გინახიათ, ძმაო? სად არის? ვაგზალზე არის, ვარ კეთილში თუ სად არის? სად გინახიათ მითხარ? თან მაღალ განვითარებული იყო, რა სისუფთავია, რა მოწესრიგებული, რა ეკოლოგიური, რა დააკვირდით რა უბრალოდ. და აქ ხო იცით რა ტესტი ჩაატარეს რა? აქ ხო არის ძალიან რაღაც 300,000 ამერია ბოდიში 300 კმ/სთ. რო იქ იყო ესეთი ცდა ჩაატარეს რა ჩინეთში მოგლეთ. მონეტა დადეს იმაზე რა ქვია რა, მატარებელზე. 1 საათში გადიოდა 300 კმ-ს. ხო, 300 კმ-ს. მონეტა დადეს აი ესე ვერტიკალურად და როგორც კი აიღო ამ ბოლოს სიჩქარე, მონეტა არ ჩამოვარდნილა ხალხო. იმდენად მაღალი დონის ჰიდრავლიკები და იმდენად მაღალი დონის ტექნოლოგიები და სისტემა აქვს, აი არ ვიცი რა, ჩინეთი მართლა ძალიან სერიოზული ზალა მსოფლიოში. და underrated-ია, ძალიან დაუფასებელია ამ ხრივ. რომ ძალიან ბევრ ამაში წინ არის. ნახეთ. აი ხა ეს მინდოდა მე თქვენთვის მენახებინა რა.
დააკვირდით ხალხო, რომ რა სილამაზეა, ბუნებას დააკვირდით რა. აი Ghost of Tsushima ხო ნათამაშარი გააქვთ? ბევრს გექნებოდ შემგამოწე. Ghost of Tsushima-ს ვაიბები არა აქვს? ტიბეტის ხარე. ახე რა სილამაზეა ძმაო. აი ხა მოდი და კაცმა არ უნდა ნახო ესეთი სილამაზე. აი მითხარით რომელი ქვეყანა ჯობია ეხა აი ამას რა, ტექნოლოგიებით, აგროინდუსტრიით, ჩვეულებრივი ინდუსტრიით, მანქანათმშენებლობით, წვრილი რომელი არც ერთი. და ახე დააკვირდ რა სილამაზეა ესეთ ჩანჩქერით ცხოვრებაში რა ნახი არა. აუ რა მოღვიმე იყო. არა, აი ზღაპარია ხალხო, აი ეს არის ჩვეულებრივი, აი ავატარის ჯუნგლები როგორც ახოთ, პანდორა რო არის, ხო, ის თამაშიც გამოვიდა, მაგაზე შეგიძლია ითამაშოთ, აი. რაღაც წარმოუდგენელი ფერები და ზღაპარია რა. თან ნახე როგორი მოვლილია ქაურობა. როგორი მოვლილია, ერთი ზედმეტი არაფერი არ არის საერთოდ. აი ეს სვეტები ვით დრო დგას რა მთები რა. პანდორაში როგორც არის, აუ ძალიან ლამაზი გიჟდები ეგეთ რამეებზე რა. აი აზია ძალიან ლამაზია ზოგადად რა ბრინჯის კულტურა და ბრინჯს რო ჭავენ მე კანი აქვს ძალიან სლიკინა და რა რუსებთან როცა ჯვარდებიან კაი ნაშები გამოდიან შეხედე ძალიან ლამაზია ხალხო რა ძალიან მოკლედ უნდა წავიდეთ ჩინეთში ხალხო ჩინეთი უნდა ვნახოთ უეჭვენო ზღაპარული სილამაზეა რა აი სტივები და ისინი ძალიან მოწონს ეგეთი რაღაცა. ანუ კუსტარულად ნაკედი ტურისტული ისინი რო ჰაბები ეგენი მევასება რა, აი ადგილობრივები რო ამზადებენ თვითონ რა და რო უხამებენ ასაკუთარ კულტურულ იმებს რა, ძალიან მაგარია ხალხო რა. და რო შიგ ევროპელი მეუბნება ევროპაში, აგარ რა ევროპაში უნდა წახვიდე, წადი ღვანზოში. წადი შინჟინში, შუანჟონ, პეკინი, აი ეს არის ძმაო, ჩვენი ევროპა, ჩემი ევროპა ღვანზო. ახე ძმაო. შურიანი იტყვის რომ ეს სიმახინჯია, მხოლოდ შურიანი იტყვის. აი იმაზე ვამბობდი, აი სვეტები რო დგას რა, ძალიან დიდი რა. აი პანდორაში როგორც ან ახლა ჩინეთშია ეგეთი რამე და აქ არის 64-ის კარები, ესეთი ადგილი ქვია, მაიცა გადავახვიოთ. აი ეს არის 64-ის კარები. ნახე რა ლამაზია ღამე, ხალხო, ნახეთ. და ეს ուն ბილიკი უნდა აიარო რა და შედიხარ რაღაც აი წარმოუდგენ წეღარა სილამაზებიც გავიარე ეგეთი რაღაც ბუნება არის აუ რა სამბობ ხალხო რა ანუ საკუთარი ბუნებრივი პოტენციალი აქვს უმაღლეს დონეზე გამოყენებული ჩინელებს რა ძალიან მაღლა აქვს მარტო ერთ ქალაქში პატარა ქალაქში არის 10000-ზე მეტი ხიდი 10000-ზე მეტი ხიდი ერთ პატარა ქალაქში ხა წარმოგიდგენიათ როგორი თვისებენ საკუთარ აგროინდუსტრიებს აგლომერაციას და ურბანული შეხედეთ რა ხეც მაო რა სისუფთავე რა მოწესრიგებულობა აი ეს არის აი ურბანიზაცია რა ნახეთ რა სილამაზეა და ეხა ვიღაცა მეტყვის ევროპაში წავიდა ევროპაში რამე და ღვანზო აქ არ არის ეს ეხა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტვისტი იხსნება რა When you arrive at the luxury resort in China, აი როდესაც შენ ჩამოდიხარ, რომ ყველაზე მაგარ, ასე ვთქვათ, დიდრულ სასტუმროში რა. როგორი ხედია? აბა ეხა სად გაქვთ ნანახი მსოფლიოში ესეთი რამ? უყურეთ. შეხედეთ, აი დილით რო იღუძებ და ამას ხედავ, წარმოიდგინეთ. დიდრული სასტუმროდან, რა ძალიან მაღალი დონის სტანდარტები და რო გამოხედავ და ნახეთ, რა თელი პანდორა, თელი ავატარის პანდორას უყურებ დილაობით. აი რა მოკლავს ადამიანს. სუფთა წყალი, კაი ჰაერი ბრინჯი, გაზიელი გოგოები და თელი ამბები. At first glance you'd think you're looking at what appears to be your average city. ეხა შენ გონია რომ ეს ჩვეულებრივი რიგითი ქალაქიაო რა? და ამ დრო შეხედე. But when you look over the balcony. მაგრამ რო გადაიხედავ რენდომად იმიდან რა ქვია, ბალკონიდან რომ ესე ვთქვა, აივნიდანო. You're actually on the 22nd floor. შემთხვევით შენ ხარ მე-22 სართულზეო რა. ეს ყველაზე ღარიბული ადგილი რა. Is Chongqing. This is Chongqing, China. One of the most futuristic and interesting cities. ეს არის ყველაზე განვითარებული და ყველაზე მომავლის ქალაქიო. For instance, მაგალითათო seeing a train go through a building here. აი ამაზე გითხარით. Another average. ნახეთ, აი იმაში ზიხართ რა, აი წარმოიდგინეთ, მიდიხართ საბურთალოს ხაზზე გადახვედით რა. და უნივერსიტეტის მეტროდან მიდიხართ ვაჟას იმაზე და რენდომად გადიხარ კორპუსში. შეხედე. Even seeing a building floating on
და შემთხვევით შეიძლება დაინახო, რომ корпуსი ნავს მიაქვს. ამას ჩინეთში ინახავ მხოლოდ. როგორ გადის მატარებელი корпуსში და როგორ მიაქვს ნავს корпуსი. On the water is completely normal, and if that's not корпуსი მიაქვს ხალხო, ნავს მიაქვს მთელი корпуსი, წარმოიდგინეთ. გინახიეთ ესეთი რამე. shocking enough, there is an entire neighborhood built over a bridge. რა ხიდზე არის მთელი ქალაქი მოწყობილი, შეხედეთ. The bridge is 400 meters long, 400 მეტრის სიმაღლის ხიდი არის. carrying both traditional Chinese houses და ზემოდან არის გამფენილი ჩინური ტრადიციული სახლებით. and Western style buildings. And this has got to be one of აი აქ ეხ თქვენ როგორ აქ შეხვიდეთ აქედან გააგრებთ ნახეთ როგორი დახვეო რამდენი ხიდია რამდენი ზოლია შეხედეთ რა არანორმალურად მაღლა განვითარებული ტრანსპორტი და თვითონ ურბანულ სისტემას the დააკვირდით most complex overpasses. ყველაზე კომპლექსური შეხედეთ რამხელა корпуსებია Better have the right directions because აი what you can get lost very easily. Now, once you've found your way, you can head on over to this alluring restaurant located on a rooftop. რესტორანი, რომელიც ნახე ღიაცის ქვეშ არის, რავი, 50,000 სართულზე მე მგონი. If you ask me, Chongqing, China is a city that you absolutely have to add to your Chongqing Chong არის, აი, ხო არის ცოდი Chongqing Chong-Chongi. დღეიდან ხო იცი რომ Chongqing Chong-Chongi ნიუ-იორკსა ჯობია, დუბაისა ჯობია, სინგაპურსა ჯობია, ევროპასა ჯობია, ამერიკასა ჯობია, მარსსა ჯობია, ყველა სხვა პლანეტას ჯობია. და აქამდე არის ცოდი, არც მე არ ვიცოდი Chongqing Chongi. bucket list. ძალიან მაგარია თმაო. ჩინეთუმე უნდა გავხდე დღეიდან, დღეიდან ვარ ჩინეთუმე. ხო. 欢迎来到中国广东。 არა, დააკვირდით ხალხო, აი ნახე შენჟენი, შანხაი, გვანზო, ჰანჟუ. აი ესეთი ქალაქები მითხარით, რომელ ევროპაშია, რომელ ამერიკაშია, რომელ სამხრეთ ამერიკაში, რომელ აფრიკაშია, რომელ სხვაგან არის. მითხარით, ვერსად ვერ ნახავთ. რავი, წარმოუდგენელი სიგიჟეა ხუმრობა გვერდზე რო გადავდოთ, ანუ წარმოუდგენლად ლამაზია ეს ადგილი. მე ვისურვებდი რომ ჩინეთში ოდესმე წავიდე, მართლა მაინტერესებს იქაურობის დათვალიერება. ხა ვლოგერი მე არ ვარ, ნამდვილად ვლოგების ჩაწერა დავიწყო, მაგრამ თუ ოდესმე წავედი, ერთხელ გადავიღებ. იმიტომ რომ ანუ მაინტერესებს როგორი არის მათი განვითარება, როგორი არის მათი ყოფა-ცხოვრება, მათი რუტინა. მათი შეხედულება ბევრი რამე ძალიან საინტერესოა ამაზიური მაშინ ხა ჩინეთი ამაზიური მონსტრის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დრაკონია და ძალიან საინტერესო იქნება ახლანდ თუ ამას ვნახავ. რა ვიცი მეგობრებო, თუ ღმერთმა ინებას ჩვენ შეიძლება ერთ დღესაც ჩინეთში წავიდე და იქ ჩავწეროთ ვიდეო. რა ვიცი ხა, რავი, ჩინეთის იმპერია, ხო, გეთანხმებით და ჩინეთიცაც უნდა გეშინოდეს ისევე როგორც რუსეთ-ამერიკის და იმის, მაგრამ ხა ჩინეთი უფრო მეც ფიქრობს ტექნოლოგიებზე, ჩინეთი უფრო მეც ფიქრობს მშვიდობაზე, ვიდრე რუსეთი და ამერიკა ერთად და რა ვიცი, ჩინეთუმეობა არ უნდა ტეხავდეს და რატო ტეხავს საქართველოში ვერ ხვდები. მით უმეტეს ჩინეთი თუ ჩვენი მფარველი ანგელოსი იქნება ამ გეოპოლიტიკურ ორომტრიალში, წინა ვიდეო რაზეც ჩავწერე ანაკლეს სპორტში, ეს კარგი იქნება, მაგრამ ყველაფერს მაინც პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ არავინ ბევრს არ გვეკითხება, ამიტომ მოკავშირეები ძალიან ყურადღებით უნდა ვარჩიოთ და ძალიან კარგად უნდა ვიბაჭროთ ურთიერთობებში, რომ ჩვენ რო ვიყოთ ძლიერი პოლიტიკოსები, ამისთვის ჩინეთთანაც, ამერიკასთანაც, ევროპასთან კარგად უნდა ვიბაჭროთ. მაგრამ ის რომ დღეს ესეთ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ხო? ეს ძალიან მაგარი ამბავია და ღმერთმა მოგცეს იმისი საშუალება, რომ ყველა ადამიანმა ვნახოთ ჩინეთი ერთ დღეს. რავი, თქვენ რას ფიქრობთ ამ ულამაზეს ხარეზე? დაწერეთ კომენტარებში. რავი, გამოთქვით თქვენი აზრი, რას დაამატებდით ჩემო დღევანდელ ვიდეოს, ეს არის უბრალოდ ვიდეო რეაქცია არის ჩემი ერთ-ერთი არხის ერთ-ერთი ფორმატი. ანუ რაღაც ვიდეოს უყურებ და იმას ვაფასებ, ბევრი ნახვები აქვს, ამას შეგიძლიათ გადახვიდეთ პლეილისტი ამ მთელი. და რავი, რა გინდათ რომ შევაფასო, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, ის შეფასება გინდათ, ის რეაქცია გინდათ და თავისუფალ დღეებში, როდესაც გადასაღები მნიშვნელოვანი განხილვა ამ პოლიტიკური სიახლე, ამ ფილოსოფიური ამ შელობა თუ არ გვექნება არანაირი, შეგვიძლიათ ვიდეო რეაქციები ჩავწეროთ და ვიხალისოთ. იმიტომ რომ ხან ესეთი ვიდეოებიც ასწორებს, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვიკებთ. რავი, დაწერა თქვენი აზრი კომენტარებში, დროებით.